მოგესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო, დიდი მადლობა მოგზაურობისთვის. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებული საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამა უკვე დასკვნით ფაზაში შედის, ამიტომ გამოდივარ ინიციატივით, რომ დღეიდან საქართველოში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კვირეული დაიწყოს. 1 ივლისიდან უკვე ამოქმედდება პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებები საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში. ესაა საუკეთესო დასავლურ პრაქტიკაზე დაფუძნებული რეგულაციების ნუსხა, რომელიც სხვა მნიშვნელოვან სიახლეებთან ერთად ქულათა სისტემის და უკონტაქტო პატრულირების შემოღებასაც გულისხმობს. ამავდროულად სრული დატვირთვით ამუშავდება შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი ოპერაციების ცენტრი, რაც მოგცემს უფრო კომპლექსური მიდგომების და ეფექტიანი მოქმედების საშუალებას. სურს ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ყოველივე ეს ერთობლიობაში დაახლოებით 9 წელიწადში ხელშესახებ რეალურ პოზიტიურ შედეგებამდე მიგვიყვანს. საკანონმდებლო ცვლილებების ამოქმედებამდე ერთი თვით ადრე კი შინაგან საქმეთა სამინისტრო საინფორმაციო კამპანიას დაიწყებს, რათა თითოეული მოქალაქე ინფორმირებული იყოს დაგეგმილი სიახლეების შესახებ. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება გამოწვევა მთელი მსოფლიოსთვის, ამიტომ ამ დღეებში გაეროს საგზაო მოძრაობის გლობალური კვირეული მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება, რომელსაც ბუნებრივია ჩვენც უერთდებით. გზა დასავლეთისკენ ჩვენი საზოგადოების არჩევანია, ეს არის არჩევანი, რომელიც კანონის პატივისცემაზე გადის და პირველ რიგში სწორედ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დაცვას გულისხმობს. თუმცა მიმაჩნია და ამაზრს ბევრი ექსპერტიც იზიარებს, რომ ეს ის პრობლემაა, რომლის დასაძლევად მხოლოდ სამართალდამცველთა მაქსიმალური ჩართულობაც კი არ არის საკმარისი. თუ კი არ იქნება თითოეულის ნება, გაუფრთხილდეთ ერთმანეთს ნება, რომ კიდევ ერთი გააზრებული ნაბიჯი გადავდგათ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისკენ, აქ თითოეული ჩვენთაგანის გადაწყვეტილება უაღრესად მნიშვნელოვანია. სურს აქვე დიდი მადლობა გადაუხადო ყველა იმ ორგანიზაციასა თუ კერძო პირს, რომლებიც მთელი ამ ხნის მანძილზე აქტიურად უჭერდნენ მხარს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიას და მინდა ისინი ახლა სიგელებით დავაჯილდოვო. ხატვარი რუსუდან ფეტვიაშვილი. უკონტაქტო პატრულირებასთან დაკავშირებულ არსებულ მექანიზმებს. იცით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს კამპანიას შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის და ამ კამპანიის ფარგლებში ჩვენი პოლიციელები მთელი საქართველოს მასშტაბით დადიან სკოლებში და მოსწავლეებს ესაუბრებიან საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებაზე. ერთ-ერთი ასეთი შეხვედრის დროს მოწაფე მივიდა პოლიციელთან და უთხრა, რომ ის წავიდოდა და ამ ყველაფრის შესახებ მოუყვებოდა და ასწავლიდა თავის მშობლებს. ეს ამბავი იმიტომ გავიხსენე, რომ
ერთდროულად ჩანს პრობლემაც და მისი გადაწყვეტის ერთ-ერთი გზა დიახ ეს კამპანია ემსახურება პირველ რიგში სწორედ იმას რომ ეს ინფორმაცია მივიტანოთ ბავშვებამდე ჩვენი სამიზნე ერთ-ერთი ძირითადი ჯგუფი გახლავთ ახალგაზრდები მოზარდები სწორედ იმიტომ რომ უახლოეს მომავალში ჩვენ ყავდეს საზოგადოება რომელიც უფრო მეტ პატივს სცემს კანონს რაც შეეხება ზრდასრულებს ამ მხრივ ჩვენ საკმაოდ რთული ამოცანის წინაშე ვდგავართ ისინი როგორც წესი ექვემდებარებიან უფრო ამ საკანონმდებლო ბერკეტებს რომელიც იცით დაგეგმილი ცვლილებების თანახმად უფრო და უფრო ძლიერდება და დარწმუნებული ვარ რომ უახლოეს მომავალში ჩვენ რიგი პოზიტიური შედეგები გვექნება დიახ კამპანია გრძელდება და ამჯერად წარმოგიდგენთ მოკლე კოლაჟ თუ რა გავაკეთეთ დღემდე შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში ახორციელებს გრძელვადიან სოციალურ კამპანიას შენი გულისთვის შენი უსაფრთხოებისთვის კამპანიის მიზანია საგზაო უსაფრთხოების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება კამპანიის ლოგოა გული სიმბოლურად სიცოცხლე რომელსაც საგზაო ნიშნები იცავენ კამპანიის სლოგანია შენი გულისთვის შენი უსაფრთხოებისთვის კამპანიის სახეა ცნობილი ავტომრბოლელი ევროპის ჩემპიონი და შინაგან საქმეთა სამინისტროს სპორტული კლუბის წევრი დათა ქაჯაია. ჩემს ადრენალინს სპორტში ვხარჯავ, ხოლო ქუჩაში ყოველთვის ვიცავ საგზაო მოძრაობის წესებს, ჩემი ოჯახისა და თანამოქალაქეების უსაფრთხოების გულისთვის. კამპანიის ფარგლებში შეიქმნა ვიდეორგოლი, რომელიც ტელევიზიებსა და კინოთეატრებში უჩვენეს. შავი სედანი, სიჩქარე დაახლოებით 80 კმ/სთ. სკოლის მოსწავლეები. ასაკი 11-12 წელი. მანძილი შუქნიშნამდე 50 მეტრი. შუქნიშანზე ჩაერთო მწვანე შუქი. წყლის ყურადღება გაფანტულია. შეჯახების ალბათობა მაღალია. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამა. შენი გულისთვის. შენი უსაფრთხოებისთვის. საბატონო პოლიციის თანამშრომელი წითელი ფერის ისენდაისოს ჯრომს მთელი ქვეყნის მასშტაბით საპატრულო პოლიციის სპეციალურად გადამზადებული თანამშრომლები საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების თემაზე სკოლებსა და საბავშვო ბაღებში შემეცნებით ინტერაქტიულ გაკვეთილებს ატარებენ. მეხუთე კლასელთათვის შეიქმნა სახელმძღვანელო უსაფრთხოების 10 გაკვეთილი. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით საჯარო სკოლებში გამოცხადდა კონკურსი ნახატებსა და ესეებში თემაზე დავიცვათ მოძრაობის წესები ერთმანეთის გულისთვის. გამარჯვებულები გამოავლინა სპეციალურმა ჟიურიმ, რომელშიც ფსიქოლოგები, მხატვრები, განათლების სამინისტროსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები შედიოდნენ. პარალელურად სოციალურ ქსელში დაიწყო კამპანია ჩემი ნაბიჯი. კამპანიისთვის შეიქმნა სპეციალური ვებგვერდი ჩემი ნაბიჯი წერტილი.com და ამავე სახელწოდების Facebook გვერდი. ინტერნეტ სივრცისთვის შეიქმნა ვიდეორგოლი, რომელსაც 100,000-ობით ნახვა ჰქონდა. მე რატი ერაძე ვარ და მინდა რომ ბევრგან მივიდე. ბევრგან მისვლაგი მხოლოდ სწორად სიარულით შეიძლება. 69-ში დავიბადე. იმ წელს ადამიანმა პირველი ნაბიჯი გადადგა მთვარეზე. ერთი ნაბიჯი ადამიანისთვის და დიდი ნახტომი კაცობრიობისთვის. გავიზარდე ქვეყანაში, სადაც წესების იგნორირება უფრო ხელსაყრელი იყო, ვიდრე მათი დაცვა. მაგრამ ახლა მინდა ვიცხოვრო ისეთ ქვეყანაში, სადაც პირიქით იქნება. თავიდან მეკონა რომ ეს მხოლოდ ჩემი სურვილი იყო. აღმოჩნდა რომ ჩემსავით ბევრი ფიქრობს, მაგრამ ბევრი არ არის საკმარისი. ამ საქმეს ყველა ვჭირდებით. შეიქმნა Facebook აპლიკაცია, რომელიც კამპანიის ძირითად გზავნილებს შეიცავდა. კამპანიაში ჩართვის მსურველებს შეეძლოთ ეს აპლიკაციები თავიანთ Facebook პროფილად დაეყენებინათ. შედეგად, ათასობით ადამიანმა კამპანიისადმი მხარდაჭერა მოდიფიცირებული ფოტოთი გამოხატა. დილამშვიდობის იმედის დილის ეთერშია რუბრიკა, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო წარმოგვიდგენს. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების თემაზე ტელეკომპანია იმედში რუბრიკა მომზადდა. გრძელდება გამოწვევები, სადაც მთავრობის წევრები, ცნობილი სახეები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები საზოგადოებას საგზაო მოძრაობის წესების დაცვისკენ მოუწოდებენ. ჩვენი მომავლის გულისთვის
ჩვენი შვილების მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის. შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის. ევროპული არჩევანი ნიშნავს ოჯახის წევრების უსაფრთხოებაზე ზრუნვას. დაიცავი ოჯახის წევრი. დახარჯე 30 წამით მეტი და დაიცავი სიცოცხლე. ჩემი შვილიშვილის და საერთოდ ყველა პატარის გულისთვის, ჩემი ოჯახის გულისთვის და სხვისი უსაფრთხოებისთვის. ჩემი გულშემატკივრების და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებისთვის. შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის. ჩემი მაყურებლებისა და თქვენი გულისთვის. შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის. შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის, ჩვენ გადავდით ნაბიჯი, გადავდით თქვენს. საგზაო მოძრაობის თემას სპეციალური გადაცემები დაეთმო ტელევიზიებსა და რადიოებში, დაიბეჭდა თემატური სტატიები. 2016 წლის 26 მაისს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების იდეით ვარდების მოედანზე უსაფრთხო ქალაქი შეიქმნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს კამპანიას შემოუერთდა რადიო ფორტუნას ჰოლდინგი. თვეების მანძილზე 4 რადიოსადგურიდან პატარა ბავშვების ხმები ისმოდა, რომლებიც უფროსებს მათი გულისთვის და უსაფრთხოებისათვის საგზაო მოძრაობის წესების დაცვისკენ მოუწოდებდნენ. მამიკო, არ იჩქარა ჩვენი გულისთვის. მე და დედიკო გელოდება. საგზაო მოძრაობის კამპანიას მხარი კერძო სექტორის წარმომადგენლებმაც დაუჭირეს. კამპანიაში ჩაერთო Silk Road ჯგუფი, Silknet-ი, საერთაშორისო ჟურნალი National Geographic, კომპანია Alma Plus-ი, Galp-ი, თბილისის მიკროავტობუსები. კამპანიას შემოერთდნენ რესტორნები და დიდი სავაჭრო ცენტრების სლოგანით „ნუ დაჯდები საჭესთან ნასვამი“. ახალგაზრდა ხელოვანებმა გადაიღეს ვიდეორგოლი, როგორ არ უნდა მართო მანქანა. კამპანიას შემოერთდნენ ადგილობრივი თვითმმართველობები, რომელთა ჩართულობითაც სხვადასხვა ქალაქში შემოქმედებითი ეგრეთ წოდებული ზებრა გადასასვლელები მოიხატა. გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელმა მოხალისეთა ჯგუფთან ერთად კამპანიის ფარგლებში ფლეშმობი გამართა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანია გრძელდება. შემოგვიერთდი. შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის. დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს ამ მხარდაჭერისთვის, დიდი მადლობა მედიას, რომელიც მუდმივად სოციალური პასუხისმგებლობის ძალიან მაღალ სტანდარტს ავლენდა. დიახ, ეს კამპანია გრძელდება, კვირეულის ფარგლებში ის უფრო ინტენსიური გახდება და პირველი რაც უნდა გავაკეთო, ეს არის გამოვაცხადო მთელი საქართველოს მასშტაბით ფოტოკონკურსი თემაზე, რომელიც თქვენ უკვე კარგად იცით, შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის ჩვენ ვიცავთ საგზაო მოძრაობის წესებს. ამდენი რამ გაკეთებულა, მე აღთვალებული ვარ, თუმცა ასევე ერთ-ერთ კლიპს მოვიშველიებ. ბევრი რამ ჯერ კიდევ არ არის საკმარისი და ყველა ზუსტად ყველას პასუხისმგებლობა არა მხოლოდ პოლიციისა და არა მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების, რომ საგზაო მოძრაობა იყოს დაცული და მეტად იყოს დაცული ჩვენი ოჯახების შესაბამისად. აღთვალებული ვარ ამ კლიპებით. დიდი მადლობა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს. მაშინ როდესაც წლის განმავლობაში 600 ადამიანი იღუპება, უმნიშვნელოვანესი არის საგანმანათლებლო კამპანიის არსებობა და დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრო ატარებს კამპანიას შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის, რაც ემსახურება ადამიანის ქცევის შეცვლას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პარლამენტმა მიიღო კანონი საგზაო მოძრაობის შესახებ, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ იქნა ინიცირებული და 1 ივლისიდან ეს კანონი ძალაში შევა. აქედან გამომდინარე, როდესაც ჩვენ აღსრულებას დავიწყებთ 1 ივლისიდან და აქვე პარალელურად საგანმანათლებლო კამპანია არსებობს, დიდი მოლოდინი გვაქვს, რომ დაახლოებით 20-30%-ით შემცირდება ავტოავარიები ჩვენს ქვეყანაში. დღეს შინაგან საქმეთა მინისტრისგან მივიღეთ სიგელი კამპანიაში შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებაში შეტანილი წვლილისთვის. შინაგან საქმეთა სამინისტრო და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი აქტიურად ჩართულია ამ კამპანიაში. საქართველოს მასშტაბით გადამზადდნენ პატრული ინსპექტორები და დავდივართ დაწყებითი სკოლის მოსწავლეებთან ვესაუბრებით საგზაო უსაფრთხოებას და რაც ყველაზე კარგია, ბავშვები მაქსიმალურად ჩართულები არიან ამ კამპანიაში. აქვთ კითხვები, რაზეც იღებენ პასუხებს და გვიხარია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ აგრძელებს ამ აქტივობას. კამპანია შენი გულისათვის, შენი უსაფრთხოებისათვის არის ძალიან კარგი საგანმანათლებლო თვალსაზრისით. ძალიან მიხარია, რომ მან მოიცვა ბავშვები, სკოლის მოსწავლეები, რომლებიც რეალურად უნდა იყვნენ სამიზნე ჯგუფები იმისათვის, რომ უკვე მომავალში მაინც ასე ვთქვათ, საგზაო მოძრაობის კულტურა და ზოგადად მარკ შეგნება იყოს
მაღალი. ძალიან მიხარია რომ მეც მივიღე მონაწილეობა ჩავერთე. გუშინდელ დღესავით მახსოვს, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით დაიწყო კამპანია შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისათვის, რომელიც მიძღვნილი იყო ჩვენ გზებზე და საერთოდ საზოგადოებისათვის ისეთი მტკივნეული პრობლემის შერბილებისათვის და მოგვარებისათვის, როგორიც არის მომეტებული საგზაო სატრანსპორტო შეთხოვები, დაღუპულთა და დასახიშებულთას და ასე შემდეგ. კარგია რომ ეს კამპანია მართლაც ესეთი კამპანიური არ აღმოჩნდა და ეს გრძელდება, კი არ დასრულდა, არამედ გრძელდება დღევანდელი დღე სწორედ მაგის დასტურია, რომ გაეროს კვირეული დაიწყო საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისადმი მიძღვნილი და შინაგან საქმეთა სამინისტრო გახლავთ ინიციატორი და პიონერი, რომელიც შეუერდა ამ კამპანიას სხვა სამოქალაქო სექტორთან ერთად, სკოლებთან ერთად, უმაღლეს სასწავლებლებთან ერთად და რითი უნდა გაიზომოს ეს კამპანია, რა თქმა უნდა, იმით, რომ უნდა შემცირდეს ავარიები და ჩვენ გზებზე არავინ არ უნდა დაიღუპოს. ჩვენი მიზანია, რომ საგზაო უსაფრთხოება გახდეს პრიორიტეტული მიმართულება ქვეყანაში, იმიტომ რომ ყოველწლიურად კარგავთ 600-ზე მეტ ადამიანს, რაც არის ძალიან ცუდი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ცვლილებები, რომელიც არის დაგეგმილი ახლა, ქულათა სისტემა, უკონტაქტო პატრულება, რაზეც არასამთავრობო სექტორიც აქტიურად მუშაობდა, მოგცემს გარკვეულ შედეგს